ჩვენი რადიოს ეთერშია გადაცემა საუბრები დემოკრატიაზე. მოგესალმებით, სტუდიაში თქვენთვის მუშაობს ნანა ქიბიშაური. ვიწყებთ გადაცემას საუბრები დემოკრატიაზე, რომელიც როგორც ჩვენი ანონსებიდან თქვენთვის უკვე ცნობილია, მომზადებულია ნიმდის ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. პროექტის სრული სახელწოდებაა რადიო დისკუსიები დემოკრატიის განვითარებისთვის კახეთის რეგიონში და მისდან ისახავს დემოკრატიული განათლების ხელშეწყობას. ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ ჩვენი დონორი ორგანიზაციის შესახებ. ნიმდ საქართველოში საკმაოდ ძლიერი წარმომადგენლობა ჰყავს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ერთ-ერთი ასეთი პროექტი არის დემოკრატიის სკოლების შექმნა. აღსანიშნავია, რომ პირველი დემოკრატიული სკოლა სწორედ კახეთში, ჩვენს ქალაქში, თელავში ჩამოყალიბდა, შემდეგ ქუთაისში, გორში რამდენადაც ვიცი, ჩამოყალიბების პროცესშია და როგორც ჩემთვის ცნობილია, პროექტის განხორციელება სამომავლოდ ბათუმში და საქართველოს კიდევ რამდენიმე ქალაქში იგეგმება. ამის შესახებ უფრო დაზუსტებული ინფორმაციას ალბათ თელავის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი ნიკა შარვაშიძე მოგვაწვდის, რომელიც უკვე სტუდიაში იმყოფება და მზად არის ჩვენს შეკითხვებს უპასუხოს. მოგესალმები ნიკა და სანამ საუბარს დავიწყებთ, ჩვენს მსმენელს ვეტყვი, რომ გადაცემის მეორე ნაწილში მიკროფონს დავუთმობ თელავის დემოკრატიის სკოლის მონაწილეებს, რომლებმაც დარწმუნებული ვარ თქვენთან სასაუბროდ საინტერესო თემები შეარჩიეს. ნიკა, მე ნაწილობრივ უკვე ვისაუბრე თქვენი პროექტის შესახებ. როგორც ვიცი, დემოკრატიის სკოლის პირველი ეტაპის მონაწილეებს უკვე გადაეცით სერტიფიკატები, მეორე ეტაპის წევრები ახლა ისმენენ ლექცია-სემინარებს. მაინტერესებს თუ იგეგმება მესამე ეტაპის ჯგუფის დაკომპლექტება და როგორ უნდა მოხდეს დაინტერესებული ადამიანი ამ ჯგუფში. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელებს. პირველ რიგში გილოცავთ ამ პროექტის და ამ გადაცემის დაწყებას. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ როგორ ხდება დემოკრატიის სკოლაში დავიწყებ ბოლოდან, როგორ ხდება დემოკრატიის სკოლაში მონაწილეთა მიღება, ეს წინასწარ ცხადდება კონკურსი, ვიღებთ აპლიკაციებს, ხოლო ამ აპლიკაციების მეშვეობით შემდეგ ყველა მსმენელს თან გვაქვს პირადი გასაუბრება, რომლის გასაუბრების საფუძველზე ირჩევიან მონაწილეები. და ამ გასაუბრებაზე აჩვენენ ისინი თუ რა ინტერესები აქვს და რა რის გამო არიან ამ სკოლაში მოსულები. თუ არის ასაკობრივი შეზღუდვა? არა, ჩვენ არ გვაქვს ასაკობრივი შეზღუდვა, ჩვენთან ნებისმიერ სურვილს შეუძლია შემოიტანოს განაცხადი და თუ საკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რაც გვაქვს ჩვენ მოთხოვნა, ისინი ყოველთვის საკმაყოფილებელია და პირველ ჯგუფშიც და მეორე ჯგუფშიც ჩვენ ყავდა საკმაოდ ისეთი ასაკოვანი ცოტა სიტყვა, მაგრამ საკმაოდ დიდი ხალხი, საკმაოდ კარგი გამოცდილებით, რომლებიც ჯგუფს კარგ ცოდნას აძლევდნენ, უზიარებდნენ თავის გამოცდილებას ახალგაზრდებს და უფრო ბევრს აძლევენ ამ პროექტს მასეთი ხალხი. საინტერესოა, როგორ მიმდინარეობს დემოკრატიის გაკვეთილები, რა სწავლობენ, როგორი მოდულებია შერჩეული, ან ვინ არიან მოწვეული ტრენერები? რაც შეეხება ტრენინგებს და მოდულებს, ეს არის დაგეგმილი საკმაოდ კომპეტენტური ხალხის და ასე ვთქვათ ექსპერტების მიერ, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ ამ საკითხებზე. პირველი მოდული იწყება ასე ვთქვათ პრაქტიკული უნარებიდან, რომელიც მოიცავს წერის უნარებს, დებატების კულტურას და ასე შემდეგ, ხოლო მეორე არის დემოკრატიული ჩართულობა, დემოკრატიული მმართველობა და ასევე ბოლო მოდული არის მთლიანად პრაქტიკული, რომელიც მოიცავს მონაწილეობას და ლიდერობას. ეს მოდული არის მთლად პრაქტიკაზე, რომელზეცაც მონაწილეები ჩართულები არიან ყოველთვის ამ ტრენინგში და იღებენ ძალიან მეც და ძალიან საკმაოდ საინტერესო თამაშებით თუ ასე ვთქვათ აქტივობებით იღრმავებენ ამ ცოდნას. რაც შეეხება ტრენერებს, ტრენერები არიან მოწვეული ასე ვთქვათ ლექტორები, რომლებიც ამ სფეროებში მუშაობენ და აქვთ საკმაოდ დიდი გამოცდილება საქართველოში. ისინი არიან ასე აკადემიური წრეებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და ასე ვთქვათ საჯარო მოხელეები, რომლებსაც აქვთ საკმაოდ დიდი გამოცდილება, საკმაოდ კარგად იცნობენ ამ საკითხებს და საქართველოში თელავში განხორციელდა ამ სკოლის
ეს სკოლა და დაიწყო თელავი. ეს იყო პირველი საპილოტე, რომელიც საკმაოდ ძალიან წარმატებული იყო. ამ განაპირობა მეორე ჯგუფის დაწყებაც, ასევე ქუთაისში გახსნა, რომლებიც ისინიც უკვე ამთავრებენ. უახლოეს მომავალში გაიხსნება გორში, ასევე ბათუმში და ხოლმე მომავალი წლიდან დაგეგმილია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ამ პროექტის დაწყება. რაც შეეხება როგორ მიდის ტრენინგები, ეს პირველი ჯგუფის გამოცდილებამ მეორე ჯგუფი მთავრდება თელავში და მთავრდება ქუთაისში. ამ ყველაფრის ერთად შეჯამებით და გამოცდილებით დავინახეთ თუ რა იყო პრობლემები, ასე ვთქვათ, რა იყო გამოსასწორებელი, რა იყო შესაძლებელი და ყოველი ახალი ეტაპი უფრო დახვეწილი და უფრო კარგია, რომელსაც უფრო მორგებულია მსმენელებზე. გეკითხებით ყოველთვის მსმენელებს, რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ, რა შეცვლიდნენ, რომლებიც კითხვარებს ავსებენ და ამ კითხვარის გათვალისწინებით ჩვენ ამ ყველაფერს ვითვალისწინებთ. სულ ახლახან თელავში ჩატარდა კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ნიმდის მიერ შეკვეთილი პოლიტიკური დოკუმენტების განხილვას. რა პოლიტიკურ დოკუმენტებზეა საუბარი? ეს არის ნიმდის მიერ დაკვეთილი პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებიც საკმაოდ კომპეტენტურმა და ამ საკითხებში ჩახედულმა ექსპერტებმა გააკეთეს. ეს არის შიდა პარტიული დემოკრატიის განვითარება გენდერულ პერსპექტივაში, რომელიც არის დაყოფილი სამ ნაწილად. ერთი არის გენდერის თემა საქართველოში და პოლიტიკურ პარტიებში, მეორე არის ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკაში, ხოლო მესამე არის მოსახლეობის ჩართვა ადგილობრივი ბიუჯეტირების პროცესში. ეს სამივე თემა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, საკმაოდ აქტუალური როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე მთელ საქართველოში. ამ კვლევებმაც სწორედ გამოაჩინა ეს პრობლემები, რომლის შედეგადაც კვლევარებმა გააკეთეს რეკომენდაციები და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული. ერთს აღნიშნავ, რომ გენდერის თემაზე რეკომენდაციები უკვე მიიღეს და გათვალისწინებულა, რომლებიც საკანონმდებლო ინიციატივა შევიდა პარლამენტში და მიიღო პარლამენტმა ეს დადგენილება. უკვე ახლა მომავალ არჩევნებზე პოლიტიკურ პარტიების სიაში ყოველ ათეულში უნდა იყოს 3 ქალი. ანუ გამსვლელ ათეულში, რომელიც იყო ნიმდის რეკომენდაციები და ამ კვლევების რეკომენდაციები და საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო ამ ყველაფერმა, რაც გათვალისწინებულია. ასევე ამ კონფერენციაზე მინდა აღვნიშნო, იყვნენ ჩამოსულები ქუთაის დემოკრატიის სკოლის წარმომადგენლები, რომლებმაც საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს, კარგი მოხსენებები გააკეთეს, ჩართულები იყვნენ აქტიურად და როგორც ბატონმა ლევონმაც აღნიშნა და ყველამ ერთხმად აღნიშნეს, ეს კონფერენცია იყო ერთ-ერთი საუკეთესო და საკმაოდ საინტერესო საუკეთესო დისკუსიები გაიმართა ამ კონფერენციის ფარგლებში და შეთანხმდნენ რაღაც საკითხებზე, რომლებსაც სამომავლოდ ითანამშრომლობდნენ თელავისა დემოკრატიის სკოლის წარმომადგენლები. ძალიან საინტერესო იყო, დრო ამოვუსმინოთ ჩვენს სხვა სტუმრებსაც. ახლა ეთერში საინფორმაციო ტიხარი გავუშვათ, რომლის შემდეგაც სტუდიაში მოვიწვევთ თელავის დემოკრატიული სკოლის წარმომადგენლებს, რომლებიც კონფერენციაზე განხილულ პოლიტიკურ დოკუმენტებზე, დემოკრატიულ ღირებულებებზე და ქართულ რეალობაზე ისაუბრებენ. ჩვენი რადიოს ეთერშია გადაცემა საუბრები დემოკრატიაზე. მოგესალმებით ყველას, ვინც ახლა შემოგვიერთდით და გაცნობებთ, რომ ვაგრძელებთ გადაცემას საუბრები დემოკრატიაზე. წარმოგიდგენთ სტუდიაში მოწვეულ სტუმრებს, თელავის დემოკრატიის სკოლის წარმომადგენლებს, ალექსი თეგერაშვილს, ნოდარ ეჟიშვილს, ნათია ფიცხელაურს და გიორგი კალმახელიძეს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი საუბრის თემაა ნიმდის მიერ შეკვეთილი პოლიტიკური დოკუმენტები, დემოკრატიული ღირებულებები და ქართული რეალობა. დავიწყოთ ნოდარ თქვენით. თქვენი აზრით, რამდენად სწორად იყო შერჩეული პოლიტიკური დოკუმენტების თემატიკა? თქვენ გვიპასუხეთ, შემდეგ ბატონ ალექსის მოусმინოთ. მივესალმები თქვენს რადიოს მსმენელებს პირველ რიგში და რა თქმა უნდა, რაც შეეხება კითხვას, რამდენად სწორად იყო შერჩეული ეს თემატიკა. პირადად ჩემი სუბიექტური აზრით, ნამდვილად სწორად იყო დღევანდელი დღეობიდან გამომდინარე
ეს თემატიკა. შეიძლება სხვა დროში რომელი იქნება დაგვისახელოთ. კი ბატონო, გეტყვის ეს იყო ძირითადად სამი თემა იყო კონფერენციაზე წარმოდგენილი. ეს იყო ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკაში, მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის დაგეგმარებაში და გენდერი. ანუ გენდერული თანასწორობა. Ну, შეიძლება რამოდენიმე წლის წინ, რამოდენიმე ათეული წლის წინ, როდესაც დემოკრატია ვითარდებოდა და ახალად ფესვები გადგმული იყო, სხვა თემები იყო აქტუალური, მაგრამ დღეს, როდესაც დემოკრატია საკმაოდ განვითარებულია, დღეს რა პრობლემები არსებობს ჩვენ საზოგადოებაში, ნამდვილად აქტუალური თემა იყო და ნამდვილად საჭირო დროს დაფიქსირდა ეს თემები. პირადად რაც შემეხება მე, ჩემთვის ძალიან საინტერესო თემა იყო მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის დაგეგმარებაში. არ მიკვირს რომ ამ თემით ბატონი ალექსი დაინტერესდა, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ისე, მიკვირს ახალგაზრდებს თუ გაინტერესებთ ეს თემა? Ну, რა თქმა უნდა, ახალგაზრდები ვართ, რა თქმა უნდა, ვითარდებით ჩვენს დემოკრატიასთან ერთად და ნამდვილად საინტერესო თემაა ჩვენთვის, ნამდვილად აქტუალური, იმიტომ რომ თითოეული ახალგაზრდა უნდა ჩაერთოს არა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის დაგეგმარებაში, არამედ ყველა აქტივობაში. და პირველ რიგში ახალგაზრდები უნდა ჩავერთოთ, რადგან მომავალი არის თითოეული ახალგაზრდაზე დამოკიდებული. მოგესალმებით, ძალიან საინტერესო პროექტია. საინტერესოა თელავის მოსახლეობასთანაც ამ თემაზე საუბარი. ეს დოკუმენტი განსაკუთრებით ჩემთვის იყო იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ამ საკითხში თვლით თავს უფრო კომპეტენტურად მე, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ამ საკითხზე მუშაობდი, როგორც კონტროლის პალატაში, ისე თელავის საფინანსო სამსახურის თანამდებობასთან დაკავშირებით და ხშირად ვაწყდებოდი ამ პრობლემას, რასაც ქვია მოსახლეობის ჩართულება ბიუჯეტირების პროცესში. ჩვენ ზოგს გონია რომ თვითონ მთავრობა დაინტერესებულია რომ მოსახლეობა არ იყოს ჩართული, თქვათ იგივე ბიუჯეტირებაში და სუბიექტურად გადაწყვიტოს მან თუ რა არის გასაკეთებელი რაიონში, მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ ეს მას ასე არ არის. ხელისუფლება დაინტერესებულია რომ ხალხი ჩართული იყოს ამ პროცესში. ხშირად მიმართავს სხვადასხვა გზებს რომ როგორმე დააინტერესოს ხალხი ზუსტად ჩაერთოს არა მარტო ბიუჯეტირების პროცესში, არამედ თვითონ ამ შესრულების განხილვის პროცესში და ყველა იმ პროცესებში, რაც მიმდინარეობს თვითმმართველობაში. მაგრამ რატომღაც ძირითადად ვაწყდებით მოსახლეობისგან ინტერფერენტულობას, იმიტომ რომ არ ვიცით შეიძლება ეს ისე წარსულის გადმონაშთია ამ კომუნისტური თქვათ წყობისა, როდესაც ერთი დიდი ჭკვიანი ადამიანი წყვეტავდა ყველას მაგერად ყველაფერს და ხალხი იყო უმოძრაოდ და თვითონ არავინ არაფერში არ ერეოდა ამ გასაკეთებელი საქმეების პრიორიტეტების შედგენაში, მაგრამ მე ვთვლი რომ ეხლა ისეთი დრო მოვიდა, როდესაც თითოეული მოქალაქე უნდა პასუხისმგებლობას გრძნობდეს თავისი ქალაქის, თავისი რაიონის და საერთოდ ქვეყნის წინაშე და უნდა მისი სიტყვას ის წონა ჰქონდეს ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას. ბიუჯეტირების პროცესი არის სპეციფიური. აი თქვენი აზრით თვითონ ხელისუფლების ყველა შტოში შეუძლიათ სწორად წაიკითხონ ბიუჯეტი. აი ეს კითხვა მინდა დავსვა მანამდე სანამ გადავალთ მოქალაქეებს შეუძლიათ თუ არა, აქვთ თუ არა იმის უნარი რომ სწორად აღიქვან ეს საკითხული ბიუჯეტი. გეთანხმებით ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს, იმიტომ რომ ბიუჯეტი ძველი ფორმით, რომელიც იყო ფაქტიურად ციფრების კორიანტელი, ძალიან ძნელია გასაგებია არათუ ჩვეულებრივი მოქალაქისთვის, არამედ სპეციალისტისთვისაც კი. იმიტომ რომ იმ დიდი ციფრების ქვეშ რა იგულისხმება, ეს არის ძალიან ძნელი წასაკითხი. ამიტომ თავს არ დავდებ, რომ ყველა ამაში გათვითცნობებულია თვით ხელისუფლებაშიც კი აღარ არის ლაპარაკი ჩვეულებრივი მოქალაქეზე და სპეციალისტებსაც კი უჭირთ. ამიტომ ზუსტად გამოსავალი აქედან არის ის პროგრამული ბიუჯეტი, რაზეც დაისახა ჩვენმა მთავრობამ, რომ უნდა გადავიდეს უკვე თვითმმართველობების ბიუჯეტები. პროგრამული ბიუჯეტზე. გიორგი, თქვენ მინდა შეგეკითხოთ, თქვენი აზრით, რაში მდგომარეობს პრობლემა, რატომ არ არიან მოქალაქეები უფრო აქტიურად ჩართულნი ადგილობრივი თვითმმართველობის დაგეგმარების პროცესში? ვსალმები თქვენ რადიო მსმენელებს, მივესალმებით ნაცვლ საზოგადოებას. სასიხარულო აღნიშნული პროექტი განხორციელდა და ნიმდის მიერ იქნა დაფინანსებული, რაც შეეხება კონკრეტულ კითხვას, უნდა ითქვას, რომ დღესდღეობით
მოქალაქეების ჩართულობის მთავარი პრობლემა არის სწორედ ის, რომ საზოგადოება ერთის მხრივ არის ინერტული და იმ დინამიკურ პროცესებში, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელება ქვია ეფექტური მექანიზმის თვალთახედვით, რომელსაც საკანონმდებლო აქტების თავაზობენ არ იყენებენ. იმისათვის, რომ მოქალაქეები იყვნენ აქტიურად ჩართულები, საჭიროა ერთგვარი ბროშურები, ერთგვარი ფლეიერები არსებობდეს და უფრო მეტად იყოს ინფორმირებული მოსახლეობა იმაზე, თუ რა უფლებები აქვთ მათ, რა უფლებები შეიძლება და რა ფორმით შეიძლება რომ ჩაერთონ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში და სწორედ ერთ-ერთი მთავარი ნეგატიური ასპექტი გახლავთ ის, რომ მოქალაქეები არ ერთვებიან, რომ მათ არ იციან უმრავლეს შემთხვევაში რა საკითხებზე მიდის ადგილობრივი თვითმმართველობის სესიები, რა საკითხები და თემები იხილება და უფრო მეტი ინფორმაცია უნდა ქონდეთ იმისათვის, რომ მოსახლეობა ჩაერთოს. გარდა ამისა, არ არის ეს მარტო ინფორმაციის კრიზისის და ერთგვარი ვაკუუმის ფაქტორი, ეს არის ქართული მოსახლეობის ის ძალიან ცუდი გადმონაშთი, რომელიც სხვა პოლიტიკური წყობილების დროიდან გადმოვიდა, რომ ჩვენ ყოველთვის დამოკიდებული ვიყავით იმაზე, რომ სხვამ უნდა გვმართოს და სხვამ უნდა განსაზღვროს თუ რა ფორმით უნდა ვიცხოვროთ და სხვამ უნდა დაარეგულიროს ეს და სწორედ დემოკრატია და ის სამართლებრივი აქტები, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს, იმის გარანტია, რომ მოქალაქე შეუძლია ადგილობრივი დონის საკითხები, რაც ადგილობრივი მნიშვნელობის არის, თვითონ უზრუნველყოს, რომ ჩართული იყოს და თავად მიიღოს ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებში მონაწილეობა, რომელსაც ადგილობრივი მნიშვნელობის დონის საკითხების ეფექტური და სწრაფი მოგვარება ქვია. გიორგი, მაინც მინდა ეს თემა გავაგრძელო. აი თუ არ იქნება მოქალაქე შესაბამისად ინფორმირებული, მეთანხმები თუ არა იმაში, რომ შეიძლება მისი ჩართულობა ხელისშემშლელი ფაქტორიც კი იყოს? ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება იყოს თავის სპეციფიკიდან გამომდინარე კონკრეტული საკითხის გათვალისწინებით, თუმცა მისი ჩართულობა სწორედ არის ის დემოკრატიული ფუნდამენტური ღირებულებების გატარება პრაქტიკაში, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს, რომ დღეს შეიძლება ის არა მზად აღნიშნულ საკითხზე არ იყოს კომპეტენტური, თუმცა მისი ჩართვა და ის ინტერესი გააღვივებს იმას, რომ მისი მეზობელი, მისი თემის წარმომადგენელი, მისი სოფლის წარმომადგენელი უზრუნველყოფს, რომ აღნიშნულ საკითხი თვალდასეგ დაინტერესდება და უფრო მეტად მოტივირებული იქნება, რომ ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელებაში თავისწრული შეიტანოს, რომ ერთგვარი ღირებულება და ფასეულობა ქონდეს მის ცხოვრებას. ნუ და როგორ ფიქრობთ, აი რა არის მოქალაქეთა დაბალი აქტივობის მიზეზი? ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მიზეზია ის, რომ არ არიან ისინი ინფორმირებულები, არ იციან მათ კანონი. იქნებ ძალიან მარტივად იხსნება ეს, რომ უბრალოდ მათ არ აქვთ სურვილი და სურვილი რატომ არ აქვთ? იქნებ ეს მიზეზებია მოსაძებნი. კი ბატონო, გეთანხმებით, საკმაოდ დიდი პრობლემაა რაც ჩამოთვალეთ ყოველი თითოეული მათგანი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მე გამოყავთ იმას, რომ ადამიანებს თვითონ პროცენტულად არის თქვა დასაწყობი, რამდენი პროცენტი აქვს სურვილი, რამდენი პროცენტი არაინფორმირება, მაგრამ ორივე არის საკმაოდ დიდი პრობლემა. პირველ რიგში ალბათ ისინი ფიქრობენ, რომ მათ აზრს მაინც არა უნდა გაითვალისწინებს სამწუხაროდ და ამის გამო უარს ამობენ საერთოდ ჩართულობაზე. Ну, რა თქმა უნდა, ინფორმაციას რაც შეეხება, ნაკლები ინფორმაცია აქვს და იმათ საერთოდ არ იციან, უმეტესობამ არ იცის, რა კანონიერი უფლება აქვთ მათ. იგივე რას განსაზღვრავს ორგანული კანონი, იგივე საქართველოს კონსტიტუცია რას განსაზღვრავს, ან იგივე ადმინისტრაციული კანონი. მათ აქვთ იურიდიული უფლება ამის, თუმცა ისინი ვერ ხვდებიან ამას ალბათ. ინფორმაციის ძირითადი პრობლემა არის ინფორმაციის ნაკლებობა. და შემდეგი პრობლემა არის ნაკლები ჩართულობა თვითონვე თავიანთი თვითშეგნებით. მე მინდა ერთი დავამატო, დავეთანხმო გიორგისაც და ნოდარისაც, რომ ინფორმირებულების მხრივ მოსახლეობა, ასე ვთქვათ, დიდ შიმშილს განიცდის ამ ინფორმაციის და რაღაც დონეზე, რა თქმა უნდა, მივხვდი, რომ თვითმმართველობაც არის ამაში დამნაშავე. აი რომ შევიდეთ ჩვენ იგივე იუსტიციის სახში, ნებისმიერ მის განყოფილებაში სამოქალაქო რეესტრი იქნება თუ საჯარო რეესტრი, სულ ყველგან არის დაფა, სადაც მითითებულია რა სერვისებს თავაზობს მას ეს სამსახური, არის ფლაიერები სპეციალური ყველა საციცავო საკითხებზე და ნებისმიერ მოქალაქე შეუძლია აიღოს სახში, წაიკითხოს და მიხვდება რა სერვისი სჭირდება მას და რა უნდა გადაიხადოს ამაში და ასე შემდეგ. ხო შეიძლება რომ თვითმმართველობებმაც მოაწყონ თავიანთ შენობებში აი ესეთი სტენდები გამოქვეყნონ რა სერვისს თავაზობს ის მოქალაქეებს სათითაო წეროს შემდეგ როგორ უნდა დაწეროს თქვა განცხადება ამაზე ფლაიერი როგორ უნდა მიიღოს მონაწილეობა თქვა იგივე საკრებულოს სხდომაში როგორ დაესწროს კომისიის სხდომას და ასე ბევრი სხვადასხვა ჩამოწერილი ეს არ იქნება ძალიან დიდ თანხებთან
დაკავშირებული, მაგრამ მე მგონი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანს აი ამ მოქალაქეობის ჩართულობაში, აი თვითმმართველობის გინდათ ბიუჯეტირების პროცესში, გინდათ სხვადასხვა პროცესებში. ნათია, თქვენ რას ფიქრობთ? თქვენი აზრით, რატომ არ არის მოქალაქეები უფრო აქტიურად ჩართულები ბიუჯეტირების პროცესში თუნდაც? პირველ რიგში მივესალმები ჩვენს რადიო მსმენელებს. მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად მიწევს ასეთ აქტუალურ თემებზე საუბარი. ვეთანხმები ჩემს მეგობრებს, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დღეს არის მოქალაქეთა ჩართულობა ზოგადად პოლიტიკაში და ასევე თვითმმართველობის განხორციელებაში. ზოგადად თვითმმართველობა ამ სიტყვიდან გამომდინარე ნიშნავს ხალხის მმართველობას. რაც ფაქტიურად არ ხორციელდება პრაქტიკაში, შესაძლებელია კანონში ბევრი რამ წერია და ნოდარის დავეთანხმები, რომ ჩვენს საზოგადოებას და ზოგადად ადამიანებს გააჩნიათ ამოუწურავი უფლებები, რომლებსაც წესით უნდა იყენებდნენ და სწორედ შემდეგ გახდებოდა ნამდვილად ადგილობრივი თვითმმართველობა ბევრად კარგი და მოსახლეობისთვის მოსაწონი. ვეთანხმები, რომ ჩვენს ირგვლივ არიან ძალიან პასიური ადამიანები, რაც გამომდინარეობს ჩემი აზრით ჩვენი მენტალიტეტიდან, ვინაიდან ჩვენ მართალია რაღაც პრობლემა არსებობს, მაგრამ ყოველთვის შეგვიძლია ყოველთვის გვირჩევია გადავაბრალოთ ამ პრობლემის არსებობა სხვას, ვიდრე პრობლემა ვეძებოთ საკუთარ თავში. ჩემი აზრით პრობლემა შეიძლება იყოს თუნდაც ადგილობრივ ხელისუფლებაშიც, როგორც ბატონმა ალექსიმ ბრძანა, მაგრამ მე ჩემი სუბიექტური აზრიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ უფრო დიდი პრობლემა არის მოსახლეობაში. მათ თუ ნოდარი თქვა, რომ მოსახლეობამ არ იცის რა წერია კანონებში, მართალია არ იცის, მოსახლეობამ კი არა, ხელისუფლების წარმომადგენლებმაც კი არ იციან. მე პირადად ერთ-ერთი სოფლის წარმომადგენელი ვარ და დარწმუნებული ვარ, ჩემი სოფლის დეპუტატმაც კი შეიძლება არ იცოდეს თავისი უფლებამოსილებები და ასევე რწმუნებულმაც. შეიძლება იცის კიდევაც, მაგრამ მისი არ ეტყობა? დიახ, არ ეტყობა მისი პრაქტიკული საქმიანობიდან გამომდინარე, რაზეც ძალიან წყდება გული და მიმაჩნია, რომ თუ კი ადამიანს გააჩნია ინტერესი და ასე უნარიც იმის, რომ გაიგოს რაიმე, ის აუცილებლად გაიგებს ამ ყველაფერს და შემდეგ ეცოდება თავისი უფლებებიც და უფრო კარგადაც მოსთხოვს ხელისუფლებას თავის ვალდებულებების შესრულებას. დიდი მადლობა. და ნათია, თქვენი მეგობრები, სტუდენტები, რამდენად ხართ ჩართული აი ამ პროცესში თვითმმართველობის მუშაობის შესახებ რა იცით, თუ ხართ დასწრებული საკრებულოს ხდომას ან ბიუჯეტის განხილვას? დიახ, დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. პირადად მე ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან აქტიურად ვარ ჩართული. გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადად ვარ აქტიური ადამიანი, მაწუხებს ჩემი ქვეყნის და კონკრეტულად ჩემი რაიონის პრობლემები და ძალიან მიხარია, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად ჩავერთვე, გამომდინარე იქიდან, რომ ნიმდის პროექტამდე მე მონაწილეობდი ჯიპას მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში, რის საშუალებითაც მე მომეცა საშუალება, რომ დავსწრებოდი საკრებულოს სხდომებს, სადაც მე ვნახე, ასე ვთქვათ, სამწუხარო რეალობა, რამაც ძალიან დამწყვიტა გული და ვფიქრობ, რომ მოსახლეობის გამოცოცხლებით გამოცოცხლდებიან მოსახლეობის წარმომადგენელი დეპუტატებიც, რომლებიც საკრებულოში აღარ ისხდებიან, ალბათ იმედია მომავალში მხოლოდ ხელისაწევის მიზნით და ასე ვთქვათ, რაღაც სხვა ფუნქციაც მიენიჭებათ მათ. ბატონო ოლგა, თქვენ მინდა შეგეკითხოთ. ისევ ბიუჯეტირების პროცესს მინდა დაუბრუნდე. თუნდაც თელავის მუნიციპალიტეტის მაგალითი ავიღოთ, მე ვესწრებოდი, როდესაც პროექტი წარადგინა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განსახილველად, დარბაზი იყო სავსე, ნამდვილად უდავოდ, მაგრამ დარბაზი სავსე იყო იმ ადამიანებით, რომლებიც ამ შენობაში არიან დასაქმებულები, გულისხმობ გამგეობის შენობას, გულისხმობ აპარატის თანამშრომლებს. ნუ თუ არ არის შესაძლებელი, რომ ნამდვილად ხალხი დაესწროს ბიუჯეტის განხილვას.
დაგეთახმებით ნამდვილად ამ პრობლემას წავაწყდეთ ჩვენ. როდესაც ჩვენ განხილვა მოვაწყეთ საკრებულოს სხდომათა დარბაზში, იქ აღმოაჩინეთ, რომ ადგილის პრობლემა შეგვექნა, იმიტომ რომ დასაჯდომი ადგილები აღარ იყო და შემდეგი წლისთვის გავითვალისწინეთ ეს, ავირჩიეთ დიდი დარბაზი, წინასწარ რამდენიმე დღით ადრე გამოვაქვეყნეთ განსახილველი პროექტი, შემდეგ ტელევიზიების ადგილობრივი ტელევიზიების საშუალებით მორბენალის ტრიქონით გავავრცელეთ, რომ იქნებოდა განხილვა ყველას ვიწოდით მოსახლეობის წარმომადგენლებს, აქტიურ მოსახლეობის წარმომადგენლებს, ვინც განსაკუთრებით შედარებით აქტიურია, თქვათ იგივე კორპუსების ამხანაგობის ხელმძღვანელებს და ასე შემდეგ. მაგრამ სამწუხარო რეალობას წავაწყდით, რომ ძირითადად დარბაზი შევსებული იყო დაინტერესებული პიროვნებებით, იგივე ისეთი თანამშრომლებით, რომლებიც რაიმენაირად არიან დაკავშირებული მუნიციპალიტეტთან, ასე ვთქვათ, იგივე მხარჯავი დაწესებულებები, საბავშვო ბაღები, მუსიკალური სკოლები, იგივე წმუნებულები, მათი თანაშემწეები, გამგეობები და საკრებულოს თანამშრომლები და ასე შემდეგ. ესე იგი ფაქტიურად ყველა ვინც ამ ბიუჯეტიდან ხელფასს იღებს, ისეთი კატეგორიის ხალხი მოვიდა და სულ რამდენიმე პიროვნება ესწრებოდა ისეთი, რომელიც განყენებულად, ასე ვთქვათ, მხოლოდ მოქალაქეა და სხვა არაფერი დაინტერესება არ ქონდა, ასე ვთქვათ და ეს იყო ჩემთვის ძალიან სამწუხარო, იმიტომ რომ ამ კატეგორიის ხალხთან, რომლებიც გამგეობაში მუშაობენ, ასე თუ ისე მაინც გვქონდა ხოლმე შეხება და სათითაოდ მათ ბიუჯეტებს მათივე სამსახურში რომ ვიხილავდით, მათ უკვე ქონდათ რაღაცა ინფორმაცია ამ ბიუჯეტებზე. თვითონ რამდენი ფული უნდა დაეხარჯათ თქვა შემდეგ წელში და რაში უნდა გამოეყენებინათ და უკვე რასაც შეეხებოდა მთლიანი რაიონის ბიუჯეტს, აქ ძალიან ინდიფერენტულობას წავაწყდით მოსახლეობის მხრიდან. ჩემთვის იყო ძალიან გასაკვირი ეს და საწყენიც, იმიტომ რომ დიდი ენერგია დავხარჯეთ აი ამ მომზადებისთვის, ბიუჯეტის წარდგენისთვის, ფართო მოსახლეობისათვის და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ისე ჩვენ ვიწრო წრეში განვიხილეთ ჩვენი გამგეობის, ასე ვთქვათ. აი ეს იყო ჩემთვის ძალიან სამწუხარო. ბატონო ლეკა, თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ და ისევ თქვენ მინდა შეგეკითხოთ. რეალურად რა მეთოდებით ხდება ადგილობრივ ბიუჯეტში მოსახლეობის პრიორიტეტების განსაზღვრა და თქვენი აზრით რა მექანიზმების გამოყენება იქნებოდა ეფექტური? დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, მართლაც ეს საინტერესო მომენტია. ასე ვთქვათ, შემოდის ეს სიახლე ჩვენს ბიუჯეტირების პროცესში, ეს არის მოსახლეობის აზრის გათვალისწინება ბოლომდე და ეს არის ქვაკუთხედი პროგრამული ბიუჯეტის, რომლის დანერგოც ახლა მიმდინარეობს მთლიანად ქვეყანაში და ეს პროგრამული ბიუჯეტი რა არის? აი პროგრამული ბიუჯეტი ზუსტად ეყრდნობა მთლიანად აი ამ მოსახლეობის აზრს და მათ ჩართულობას. ასე ვთქვათ, მოსახლეობის შეხება პროგრამული ბიუჯეტის ჩანასახთან მოხდა სოფლის პროგრამის სახით, როდესაც სოფელში ადგენდნენ რამდენიმე პრიორიტეტს და შემდეგ ამ პრიორიტეტებიდან გამომდინარე თანხა იცოდნენ რამდენი შეიძლებოდა დახარჯულიყო და რომელ პრიორიტეტებს ეყოფოდა ეს თანხა და შემდეგ ხდებოდა ამ პრიორიტეტების დანომბრვა და პირველი პრიორიტეტით იწყებოდა თუ მას ყოფნიდა ფული იწყებოდა ამ პრიორიტეტზე მუშაობა თუ რჩებოდა კიდევ შემდეგ პრიორიტეტზე გეტყვით რომ დაახლოებით ანალოგიური პრინციპით ხდება პროგრამული ბიუჯეტის დაგეგმარება, ასე რომ ჯერ გამოიხატება რაიონში არსებული პრიორიტეტები, ეს იქნება საშუალოვადიანი, მოკლევადიანი, გრძელვადიანი და შემდეგ იწყება მათი დაფინანსება, რა თქმა უნდა, იმ შემოსავლების გათვალისწინებით, რაც არის და რასაც ელოდება შემდგომში თვითმმართველობა და მინდა აქვე აღნიშნო, რომ აი ამ პროგრამული ბიუჯეტის შემდეგ მთავარი რაც არის, ეს არის შეფასების ინდიკატორები. რამდენად სწორად შესრულდა და მივახციეთ თუ არა იმ მიზანს, რა მიზნისთვისაც ეს პროგრამა შედგა. აი ეს არის ყველაზე რთული საკითხი, იმიტომ რომ ზუსტად ამ ინდიკატორებმა უნდა გვაჩვენონ, რამდენად სწორად იქნა თავიდანვე დაგეგმილი ეს პროგრამული ბიუჯეტი. და თუ სწორად არის გაკეთებული შეფასების ინდიკატორები, შემდეგ ეს ინდიკატორები გვაჩვენებს მიღწეული იქნა თუ არა ის მიზანი, რისთვისაც საერთოდ შედგა ეს პროგრამა.
შევეხები ბატონი ალექსის ნათქვამს, რომ ანუ მან განაცხადა, რომ ბიუჯეტის ერთ-ერთ განხილვაზე იყვნენ მხოლოდ ასე ვთქვათ, მხარდაჭერების თანამშრომლები, სკოლის ბაღის თანამშრომლები. ერთი მიზეზი ალბათ ის იყო, რომ მათ ამის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდათ და ალბათ მაგიტომ მივიდნენ და მეორე მიზეზი, რაც ძალიან სამწუხაროა, ის არის, რომ მოსახლეობა იყენებს მხოლოდ მათ არ იყენებს უფლებებს და იყენებს ასრულებს მხოლოდ ვალდებულებებს. ისიც იმიტომ, რომ ალბათ რაიმის დაკარგვის შიში ჰქონდათ, მაგალითად სამსახურების და ჩემი აზრით შეიძლება მაგიტომ მივიდნენ ბიუჯეტის განხილვაზე. და მეორე მიზეზი, ანუ ჩვენ მოსახლეობას მოუწოდებ, რომ გამოიყენონ ის უფლებები, რაც წერია კანონმდებლობაში. და მოსთხოვონ თან ჩვენს ხელისუფლებას ვალდებულებების შესრულება. და ბატონ ალექსის შევეკითხები ერთი კითხვა მაქვს, ანუ როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ბიუჯეტი განისაზღვრება, სოფლის ბიუჯეტი განისაზღვრება მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. ამის შესახებ რამდენიმე სიტყვით რომ გითხრათ? დავიწყებ მეორე კითხვიდან, ესე იგი, სოფლის ბიუჯეტი კი არ განისაზღვრება მოსახლეობის რაოდენობიდან, სოფლის პროგრამა განისაზღვრება მოსახლეობის რაოდენობიდან, რაც მეტია მოსახლე სოფელში, მით მეტი თანხა გაიცემა ამ სოფლის თქვათ პრობლემების გადასაჭერად. ეს არ ნიშნავს, რომ ამ სოფელში სხვა თანხა არ იხარჯება. უბრალოდ ეს არის სოფლის პროგრამა, რომელსაც კონკრეტულად ამ სოფლის მოსახლეობა წყვეტს, მაგრამ თუ ყველა მითის, რომ ეს თანხები არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ სოფლის ყველა პრობლემა გადაჭრეს, შემდეგ უკვე რაიონული ბიუჯეტიდან ხდება თანხების გამოყოფა უკვე სხვა ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაჭრელად, ასე რომ არ არის თქვათ შემოფარგლული ამ სოფლის პროგრამით სოფელში განსახორციელებელი პროექტები. ეხლა დავუბრუნდეთ იმ პირველ კითხვას, სადაც თქვენ მითხარით, დარბაზში ასე ვთქვათ, რატომ არ იყო მოსახლეობა, ეს ვერ დავაბრალებთ იმას, რომ თქვათ ეს არის თლად ბოლომდე ხელისუფლების ბრალი, არც არავით არის დადატანება არ ყოფილა, არ იყო აქ ისეთი სიტუაცია, რომ ვინმე თქვათ, რომ თუ არ მოხვიდე, აქ თქვათ სამსახურიდან გაგათავისუფლებ, იმიტომ რომ აქ ამის პრობლემა არ არსებობდა და არ იყო იქ იმას ლაპარაკი, რომ აუცილებლად ყველა სკამი უნდა ყოფილიყო შევსებული. ჩვენ პირიქით გვინდოდა, რომ რაც შეიძლება მეტი ყოფილიყო იქ ნეიტრალური, ასე ვთქვათ, მოსახლეობის მხრიდან მოსული, თორე გასაგებია ეხლა იმ თანამშრომლების ინტერესი ბიუჯეტიდან, იმიტომ რომ ისინი პირდაპირ არიან ამ ბიუჯეტს დამოკიდებული და ხელფას იღებენ იქიდან და ასე ვთქვათ, ის ფული მათთვის არის ასე პირდაპირ განკუთვნილი, მაგრამ აი ირიბად მოსახლეობას რაც ეხებოდა ამ ბიუჯეტი, აი ამ მოსახლეობის ჩართულობაზე გვაქვს ჩვენ პრობლემა, რომ ისინი არ არიან ჩართული ბოლომდე ამ ბიუჯეტირების პროცესში. და გასაგებია, თქვა თანამშრომლების მხრიდან ეს ინტერესი ამ ბიუჯეტის მიმართ. ხა რაც შეეხება კიდე რა შეიძლება გაკეთდეს აი ამ მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ თქვა შეიძლება იგივე სოფლებში სადაც წმუნებულია იმ შენობასთან ჩამოიკიდოს რაღაც პატარა ყუთები, სადაც მოსახლეობა თავის სურვილებს მთელი წლის განმავლობაში მიაწვდის ამ თვითმმართველობას. ჩვენ ვიცით, რომ ცოტა მოსახლეობას პრობლემა აქვს, როდესაც პირდაპირ არის სათქმელი სალაპარაკო, მაგრამ წერის პრობლემა ნამდვილად არ აქვს ჩვენ მოსახლეობას და ეს კომპლექსი რომ მოუხსნათ, ასე ვთქვათ, მივცეთ მაგის საშუალება, რომ თავის სურვილები გამოხატო წერილობით. ნუ არ არის აუცილებელი მაინც თუ სახელი და გვარიც მიაწერონ. ინკოგნიტოდაც შეუძლია დაწვევა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს საჩივრები და ვთქვათ ერთი მეორის დაბეზღება. ეს უნდა იყოს წინადადებები, თუ რა შეიძლება გაკეთდეს სოფლისთვის, რაშიც შეუძლია თავისი კომპეტენციები გამოიყენოს თვითმმართველმა ერთეულმა. აი ეს შემიძლია თქვა. ნუ რა თქმა უნდა, აუცილებლად პრესაც უნდა გააქტიურდეს. იმიტომ რომ თუ მასმედია არ გააქტიურდა, ძალიან გაგუჭირდება მოსახლეობის დაძვრა ადგილიდან. ეს ეხება ყველა სფეროს, ტელევიზიასაც, რადიოსაც, ბეჭდით მედიასაც, ყველამ ერთად უნისონში უნდა იმუშაონ და რაც შეიძლება უნდა ასე ვთქვათ მოხდეს მოსახლეობის ასე ვთქვათ ცოტა ისეთი გამოთქმა დაქოქო, ასე რომ ჩაერთონ, იმოძრაონ და
საბოლოოდ ისინი მიხვდებიან, რომ თავიანთი აქტიურობით ისევ თვითონ დაუბრუნდებათ უკან სიკეთე მუნიციპალიტეტიდან იმ სწორი დაგეგმილი ბიუჯეტის სახით. აი ეს შემიძლია გითხრათ. ბატონმა ალექსმა ახსენა მედია. მედია როგორც ვთქვით ითვლება მეოთხე ხელისუფლებად ქვეყანაში. და რა თქმა უნდა ამ პრობლემის მოგვარებაში ძალიან დიდი როლი უკავია მედიას. მედიაზეა დამოკიდებული, რამდენად ინფორმირებული იქნება მოსახლეობა. მედიაში იგულისხმება იგივე გაზეთი, ტელევიზია და რადიო. ეს სამი საშუალებაა, რითაც ძირითადად ადამიანები იგებენ ინფორმაციას. და რა თქმა უნდა ძალიან დიდი როლი აკისრია ამ სამივე სტრუქტურას მედიის და აუცილებლად ისინი უნდა ჩაერთვან და ისინი უნდა იყვნენ დამოუკიდებლები. მათი საშუალებით უნდა მივიდეს მოსახლეობამდე ინფორმაცია, რომ მოსახლეობა, როგორც ბატონმა ალექსმა იხმარა ჟარგონი, დაიქოქოს ნამდვილად და თავისი პრობლემა, რაც მას აწუხებს, რაც მის ქალაქს აწუხებს, გააჟღეროს მუნიციპალიტეტში, რათა მათი პრობლემა იყოს მოგვარებადი. შემდეგი საშუალება შეიძლება მივიჩნიოთ მოსახლეობის ჩასართვლად გასვლეთის ხდომები. საკრებულო შეუძლია და აქვს კანონი აძლევს ამ უფლებას ორგანული კანონის თანახმად. საკრებულოს წევრები ვალდებულების არიან მოაწყონ მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრები. რათა მოისმინონ მოსახლეობისგან, თვით ადგილობრივი მოსახლეობისგან გაიგონ, რა პრობლემა აქვს მოსახლეობას და მოისმინონ მათი აზრები, მათი რეკომენდაციები და მათი წინადადებები და აუცილებლად გაითვალისწინონ ბიუჯეტში. რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს მოქალაქეების ჩართულობას და ადგილზე სიტუაციის გაუმჯობესებას. ასევე შეუძლიათ საკრებულოს წევრებს ხდომები ჩაატარონ თავისი მუნიციპალიტეტის ფარგლებში, სხვადასხვა სოფლებში და ადგილობრივი მცხოვრებლისგან, ადგილობრივი სოფლებისგან მოისმინონ თუ რა პრობლემა აქვთ მათ და ასევე გაითვალისწინონ მათი პრობლემაც აუცილებლად ბიუჯეტში. იგივე სოფლის განვითარების პროგრამაში და იგივე ქალაქში. მოსახლეობა აუცილებლად უნდა იყოს ჩართული, იმიტომ რომ მოსახლეობამ უკეთ იცის რა პრობლემა აქვს თვითონ და როგორ უნდა მოგვარდეს მისი პრობლემა. თუმცა სამწუხაროდ, როგორც ავღაშინეთ დასაწყისშივე, არ ერთვება მოსახლეობა, არ აქვს იმედი, უმეტესობას არ აქვს იმედი, რომ მათ აზრს გაითვალისწინებენ. მრავალი საშუალება არსებობს ამისთვის და აუცილებლად თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს და აქვე თქვენ რადიოს საშუალებით მოუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, რომ ისინი ჩაერთონ ამაში, მათ აქვთ უფლება და მათია დამოკიდებული, რამდენად მოგვარდება მათივე პრობლემები. მოსახლეობა უკეთ ხედავს და მოსახლეობა უნდა ჩაერთოს. სამწუხაროდ ცოტა ხნის წინ ათიემაც აღნიშნა, რომ მოსახლეობის ჩართვა ნამდვილად პრობლემაა, იმიტომ რომ თვითონ საკრებულოში შეიძლება ნებისმიერ მოსახლე მიიჩნიონ იგივე ან ოპოზიციონერად, ან მოწინააღმდეგედ, რადგან ის აწვდის ინიციატივას. თუმცა ეს არ არის. ადამიანები არ უნდა იყვნენ ქვეყანაში მაინც და მაინც ორ მხარეს, ან ოპოზიცია, ან პოზიცია. შეიძლება მოქალაქე იცავდეს თავისი ქალაქის, თავისი მეზობლის, თავისი მეგობრების პოზიციას და აქედან გამომდინარე წამოჭრას პრობლემა. ეს არც ოპოზიციონერია და არც მოწინააღმდეგე, უბრალოდ აქვს რაღაც პრობლემა და აჟღერებს. რათა მოუგვაროს დაიხმაროს საპრობლემო მოგვარებაში ის სტრუქტურა, რომელიც ვალდებულია ამისთვის. ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება. ბოლო შეკითხვით მინდა მოგმართოთ. საბოლოოდ რა სასიკეთო შედეგი შეიძლება დადგეს მოქალაქეების უფრო აქტიური ჩართულობით თვითმმართველობის მუშაობაში? ბატონო, საინტერესო კითხვაა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სასიკეთო შედეგი შეიძლება გქონდეს ამას და პირველ რიგში მოსახლეობაში ძალიან დიდ ნდობას მოიპოვებს ადგილობრივი თვითმმართველობა და ზოგადად ხელისუფლება. ასევე მოსახლეობის ჩართულობით გამოიკვეთება თვითონ ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭვირვალეობა, რაც დიდი ნდობის ფაქტორია. პლუს ამას მოქალაქეთა ჩართულობით შეიქმნება ქალაქებში, ადგილობრივ დასახლებებში აქტიური საზოგადოება. ჩართვებიან მოქალაქეები, ნენელა მიეჩვევიან ამ ყველაფერს, რომ თავიანთი პრობლემა უნდა გააჟღერონ საჭირო ადგილას და რა თქმა უნდა მათი ჩართულობით ეს აქტიური ჯგუფები იმუშავებენ სხვადასხვა პრობლემაზე და აღარ მოუწევთ საკრებულოს წევრებს, იგივე სხვადასხვა სტრუქტურის წევრებს იმ პრობლემაზე ფიქრი, რაში შეიძლება ბიუჯეტი დაიხარჯოს და ბიუჯეტის დაგეგმარებაში რა პრობლემები შეიძლება ჩაჯდეს. როცა პირდაპირ შეიძლება მოქალაქე მოვიდეს და დააფიქსიროს თავისი აზრი, მოქალაქემ თვითონ გითხრას რა უჭირს მას და აქედან რამოდენიმე პრობლემა, რაც ყველაზე მოგვარებადია და აუცილებელი, ეს ჩაჯდეს ბიუჯეტში. ამით მოქალაქეს იქმნება აქტიური საზოგადოება, რომელიც ქვეყნის განვითარებაში, რეგიონის განვითარებაში და მთლიანად ზოგადად
ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობასა და გამარტივებას უწყობს ხელს. მადლობთ. დასკვნის სახით შევაჯამოთ ჩვენს გადაცემაში გამოკვეთილი საკითხები და რეკომენდაციები. თითქმის ყოველი გადაცემა და ტრენინგი, რომელიც თვითმმართველობის საკითხებს ეძღვნება, ერთი დასკვნით მთავრდება. რეალური თვითმმართველობისთვის საჭიროა დეცენტრალიზაცია, რაც თავისთავად დამოუკიდებელ ბიუჯეტს გულისხმობს. დეცენტრალიზაცია კი ხელისუფლების პოლიტიკური ნების გარეშე ვერ განხორციელდება. ჩვენთან თვითმმართველობამ თავისი არსებობის ბოლო 20 წლის განმავლობაში თუ კი გადადგა ერთი ნაბიჯი წინ დეცენტრალიზაციისკენ, ორი გადადგა უკან, ისევ ცენტრალიზებული სისტემისკენ. გულისხმობთ 2006 წელს განხორციელებულ ცვლილებებს, რომლის შემდეგაც თვითმმართველობის სტატუსი და ამ სტატუსის ქვეშ მოაზრებული ადმინისტრაციული და ფინანსური უფლებები სოფელს, თემს და დაბას ჩამოერთვა. თუმცა ბევრი ექსპერტი დღემდე ფიქრობს, რომ ეს მაშინ სწორი გადაწყვეტილება იყო. თვითმმართველობა დღესაც სუსტი რგოლია, იმიტომ რომ არ ყვავს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. ხალხი, რომელსაც უნდა აინტერესებდეს ბიუჯეტირების პროცესი და იყოს მოტივირებული მიიღოს მონაწილეობა პრიორიტეტების განსაზღვრაში. რეალურად რა მეთოდებით ხდება ადგილობრივ ბიუჯეტში მოსახლეობის პრიორიტეტების განსაზღვრა და ზოგადად რა მექანიზმების გამოყენება იქნებოდა ეფექტური. როგორც ჩვენი გადაცემიდანაც ირკვევა, სამწუხაროდ უგულებელყოფილია ჩვენი აზრით ყველაზე ეფექტური მექანიზმი. გულისხმობთ მოსახლეობაში გამოკითხვების ჩატარების ინდივიდუალურ, ჯგუფურ, ხარისხობრივ და რაოდენობრივ მეთოდებს. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ეს მოითხოვს დამატებით ფინანსებს, ჯგუფური ინტერვიუების უნარჩვევებს, გარკვეულ კომპეტენციებს, ძირითად სირთულეს კი წარმოადგენს ის, რომ მოსახლეობის გამოკითხვა დროში ხანგრძლივი პროცესია. პრიორიტეტების შერჩევის გარდა საბიუჯეტო პროცესში ჩართულ მოქალაქეს უფლება აქვს არა მარტო დაესწროს საჯარო განხილვებს, არამედ მოითხოვოს მისთვის პრობლემული საკითხის ბიუჯეტში გათვალისწინება. ასევე უნდა შეეძლოს საბიუჯეტო პროცესის მონიტორინგის განხორციელება, მაგალითად გააკონტროლოს, ხდება თუ არა ბიუჯეტის ფორმირება და მასში ცვლილებების შეტანა კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად. რა სახის ცვლილებები შედის და ვისთვის არის ეს ცვლილებები მნიშვნელოვანი. ამის მონიტორინგს დღეს მხოლოდ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს და არა ხალხი. რა დასკვნის გაკეთება შეგვიძლია ჩვენი დღევანდელი საუბრიდან? რა უშლის ხელს ჩვენს მოქალაქეს ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გავლენა მოახდინოს ბიუჯეტის დაგეგმვაზე და გააკონტროლოს ხელისუფლება. როგორც აღვნიშნეთ, პრობლემის არსი მდგომარეობს დაბალ სამოქალაქო აქტივობაში, რაც ვფიქრობთ გამოწვეულია მოსახლეობის არაინფორმირებულობით. ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? რა როლი აქვს მედიას როგორც ხალხის ინფორმირებაზე ორიენტირებულ სექტორს ბიუჯეტირების პროცესში მოსახლეობის ჩართვაში? როგორია რეალობა და სად არის გამოსავალი? გვაინტერესებს თქვენი მოსაზრებები. დაგვირეკეთ ტელეფონის შემდეგ ნომერზე 27 10 77. ველით თქვენს ზარებს. გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე. რადიო გადაცემა საუბრები დემოკრატიაზე. ეთერში გადის ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.